გამარჯობათ. ადამიანის შექმნამდე ღმერთი ქმნის ცხოველთა სამყაროს, მცენარეებს, თევზებს, ცხოველებს. ადამიანს ქმნის როგორც გვირგვინს და ცხოველებს უმორჩილებს ადამს. მადლმოსილ ადამთან ცხოველები მორჩილად მოდიოდნენ და ადამი ჭვრეტდა მათ შინაგან თვისებებს და სახელებს არ ქმევდა მათ. მოხდა ტრაგედია. ადამიანი დაეცა, მადლი დაკარგა, ღმერთის წინააღმდეგ აჯანყდა, დაკარგა თავისი მეფობა. და ბიბლიაში ასე წერია, ბაძვი და იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. დაცემის ერთ-ერთი გამოვლინებაა ადამიანის პათოლოგიური დამოკიდებულება ცხოველებთან. ღმერთმა ცხოველები დაადგინა ადამიანის სამსახურად. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები ემსახურებიან ცხოველებს. ეშმაკმა ამოაბრუნა, ის უკუღმართია. რახან ღმერთმა ცხოველი დაადგინა ადამიანისთვის, ის ასწავლის ადამიანებს, რომ ადამიანი ემსახუროს ცხოველს. მახსენდება ერთი ქალბატონი, თეთრი პუდელი, ეს ჩახუტებული. გული რო არ მეტკინა, ძალიან თბილად უთხარი. დედი მეთქი, ქრისტე რო მოვიდა, ჯვარზე გაეკრა. ძაღლებისთვის და კატებისთვის ეს არ გაუკეთებია. სახეზე შეეტყო, როგორ ეწყინა. იმის მერე ეს ადამიანი არ მინახია. მამებს ასე უწერიათ, ცხოველსო, აჭამეო და არ სცემოო. ცხოველებთან საუბარი, ცხოველებთან მეგობრობა. ეს არის არანორმალური მდგომარეობა. ის დრო, ფული, რესურსები, ენერგია, რასაც ძაღლებზე და კატებზე ხარჯავთ. ჯობია, რომ ჩვენ სულს დავახარჯოთ. როცა ჩვენ გარდავიცვლებით, ისინი აღარ გამოგვადგებიან. ეს არის ცხოველი, არის როგორც ბიორობოტი. არ აქვთ უკვდავი სული. ადამიანის მოკვდავია, ცხოველის მოკვდავია. ადამიანი რო კვდება, აქვს უკვდავი სული და ის რჩება. ცხოველი რო კვდება, წმინდა მამებს ასე უწერიათ, სხეულის განადგურებასთან ერთად სულიც ნადგურდება. ამიტომ ბევრს ნუ ვიფიქრებთ ცხოველებზე. კარგად მოვეპყრათ, მაგრამ მათთან საუბარი, მათთან მეგობრობა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მათი მომვლელები. ჩვენ სულზე ვიფიქროთ, ჩვენ მარადისობაზე ვიფიქროთ. ღმერთმა გაგახაროთ.